სამი რაღაც, რაც ამერიკაში ჩემთვის იყო ცოტა შოკის მომგვრალი და რეალურად აქ ძალიან ნორმალურია. პირველი არის რობოტი კურიერები. ანუ ქუჩაში რომ მიდიხარ, რობოტი პატარა მანქანა კურიერები დადიან და საჭმელი ეგრე მიაქვს. და ქუჩაში რომ მიდიხარ, შეიძლება ის რობოტი პატარა მანქანა დაინახო, რომელსაც აწერია, რომ ეს არის ანაბელი და ეხა მუშაობს და მეაქვს საკვები ვიღაცისთვის. მას რო გამოიძახებ, შეიძლება რომ ეგეთმა პატარა რობოტი კურიერმა მოგიტანოს. მეორე და ჩემთვის ძალიან უცნაური ოღონდ თავიდან იყო Waymo, ეს არის აპლიკაცია, რომელთაც შეგიძლია მძღოლის გარეშე გამოიძახო ტაქსი. ტაქსი მოდის, არავინ არ ზის წინ და გზავრობ უბრალოდ მძღოლის გარეშე და ავტომატურად ატარებს მანქანა მძღოლის გარეშე. სხვათა შორის ეს არის ძალიან კარგი ქალებისთვის, რომლებსაც ღამე გვიან ღამით უწევთ გადაადგილება, თუ არ გინდათ რომ ტაქსის მძღოლთან რამე შეხება გქონდეს და ღამე ვინმეს ელაპარაკოთ. Waymo არის გადასარავი გამოსავალი ამისთვის. და მესამე, რამდენიმე დიდ ქალაქს თუ არ ჩავთვლით, თითქმის დანარჩენ ამერიკაში არ ხმარობენ და არ დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც მანქანები არ ყავს, უფრო შედარებით ნაკლებ შემოსავლიანი ოჯახებიდან არიან და უწევთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. რა თქმა უნდა, ხა ნიუ-იორკს და ლოს-ანჯელესს და ეგეთ ქალაქებს არ გულისხმობ დანარჩენ დიდ ქალაქებს მიღმა ამერიკას, ანუ შესაბამისად საჯარო ტრანსპორტირების ამბავიც შედარებით მოუწესრიგებელია. აქ შეიძლება რომ დადგე გაჩერებაზე და შენი აპლიკაცია გეუბნებოდეს, რომ 5 წუთში უნდა მოვიდეს შენი ავტობუსი, მაგრამ მოვიდეს 57 წუთში, ასე რომ ხო, ეგ ძალიან უცნაურობა იყო.